საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მიღების გრაფიკს უახლოეს დღეებში გაუზიარებენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მასშტაბით ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის პროექტის ფრეიას გაწერილ გრაფიკს პარტნიორები 7 დღეში მიაწვდიან. კიევში ოფიციალური ვიზიტისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაში ბრიტანული გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაზიარებით დაეხმარება. გუშინ ორი ქვეყნისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნების ბიუროკრატია არ შეაფერხებს. ჩვენ დადებითი სიახლეები გვაქვს. ამ ყველაფერს მართლაც დადებით სიახლე და მტკიცე გადაწყვეტილებად მივიჩნევ. წინ უნდა წავიწიო და განსაზღვროთ, როდის მოხდება ეს ყველაფერი. ახლა დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ ტექნიკური გუნდები შეხვდებიან და გრაფიკს წარმოგვიდგენენ. გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით ფრეიას გრაფიკი 7 დღეში გვექნება. გაწერილი იქნება თუ როდის შევხვდებით, სად ვაწყდებით დაბრკოლებებს, რომელ კომპანიასთან, რომელ ქვეყანასთან არსებობს შეფერხებები. ამას ყველა ძალიან სერიოზულად ეკიდება. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება კიევში ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე განცხადებით, რუსული აგრესია მხოლოდ ერთ ქვეყანას არ მოიცავს და რეგიონის ქვეყნები ამ აგრესიის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ. ესტონეთის პრეზიდენტმა კი უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და განაცხადა, რომ ტალინი მზადაა უკრაინას ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო რაკეტების მოპოვებაში დაეხმაროს. ესტონეთი ყველაფერს აკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს რაკეტსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა. მეორე, ამჟამად ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა თავად ვაწარმოოთ ისინი და პირდაპირ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ საშუალებას ვიყენებთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ბალისტიკური რაკეტები აღარ დაესხას თავს მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას. ესტონეთი უკრაინასთან თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერებას ცდილობს. ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს ერთმანეთისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ჩვენ ესტონეთს ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია უკრაინისგან. ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია შეიარაღების სისტემებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებაზე. ჩვენი შეთანხმება დრონების შესახებ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში იმყოფებოდნენ. დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან ენდი ბერნჰემთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინულ პროექტს, რომელიც ამერიკული წარმოების პეტრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაბალფასიანი ალტერნატივის წარმოებას ითვალისწინებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ კიევში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის ბრიტანულ ინდუსტრიას მოუწოდებს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში დაეხმაროს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ მსურველთა კოალიციის შეხვედრასაც უხელმძღვანელა, სადაც პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა ვაშინგტონს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოსთხოვონ და მოსკოვზე ზეწაულა გაზარდონ, რომ რუსეთი იძულებული გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა.